შეგახსენებთ, რომ დღეს პარასკევია და რუბრიკა სახეების ჯერი დგება ჩვენს ეთერში. ჩვენი საყვარელი ლიანა მარქარიანი უკვე შემოგვიერთა. დღემშვიდობისა ლიანა. აბა, გამოგვიტანე რა თემა დღეს. მოგესალმებით. მიუხედავად იმისა, რომ გარეთ წვიმს და ალბათ არ აქვს ბევრს ესეთი ენერგიული განწყობა, მაგრამ მე როგორც ყოველთვის მინდა მაინც აქედან პოზიტიური ემოციები და რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი სახეები გაგიზიაროთ. თუმცა სანამ უშუალოდ სახეზე გადავალთ, მინდა გითხრათ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ იყო მშობლიური ენის დღე. და ზოგადად ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა იმით, რომ ძალიან ბევრ ეთნოსს აქვს საშუალება, რომ თავის მშობლიურ ენაზე ისწავლოს, რაც მგონია, რომ ბევრ ქვეყანაში არ არის შესაძლებელი. ისტორიულად თბილისში და ყველა რეგიონში ფუნქციონირებს როგორც სომხური, ისე აზერბაიჯანულენოვანი სკოლები. მე სომხურენოვანი სკოლა მაქვს დამთავრებული 104 საჯარო სკოლა, რომელიც ისტორიული სკოლაა და აქედანვე მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ 104 საჯარო სკოლაზე აუცილებლად უნდა გავაკეთო სუბიექტურად კარგი ცალკე გადაცემა, მაგრამ დღეს მე მინდა ვისაუბროთ სხვა სკოლაზე, რომელიც არის 103 საჯარო სკოლა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს სკოლა სულ რამდენიმე თვის წინ წარმოდგენილი იყო დუბაიში ზოგადი განათლების კონფერენციაზე და სამიტზე, სადაც სკოლის მასწავლებელმა მიიღო საუკეთესო მასწავლებლის ჯილდო, სკოლამ საუკეთესო სკოლის ჯილდო, ხოლო სკოლის დირექტორმა მიიღო გლობალური დირექტორის, ანუ საუკეთესო დირექტორის. რა ხდება ამ სკოლაში? ასეთი ვეღარ ვიტყვი. როდესაც ეს ამბავი წავიკითხე, რომ ამდენი ჯილდო მოიტანეს, მეც დავინტერესდი რა მე ვიცოდი ამ სკოლის შესახებ და შემდეგ უფრო ღრმად რომ შევედი, მივხვდი რაში არის საქმე. ეს არის სომხურ-ქართული სკოლა, ორივე სექტორია, ხო? კი ბატონო, და გამოირჩევა ზუსტად იმით, რომ ამ ერთი ჭერის ქვეშ ეს კულტურები ძალიან ჰარმონიულად თან არსებობს. კადრებშიც ხედავთ, რომ სადაც სომხური ცეკვაა, იქვე გვერდით, რა თქმა უნდა, ქართული ტრადიციები და ქართული ცეკვა არის, ფანდურზე და ჩონგურზე უკრავენ ბავშვები არაჩვეულებრივად, სპორტული გუნდები ყავთ, რომელიც ესეც დამთხვევაა თუ არა არ ვიცი, მაგრამ გუშინ წინ ამ სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდები ხელბურთში ფრენბურთში უბრალოდ გახდნენ საქართველოს თბილისის ჩემპიონები. კიდევ ერთი გამარჯვება. ჩვენ გადაცემაში ვსაუბრობდით ამაზე სასკოლო სპორტის ოლიმპიადაზე და უკვე დასავლეთის თამაშებზე ეს სკოლა წარადგენს თბილისს. მეტი რა ქნას. ოხ, რამდენი კითხვა გამიჩნდა. რატო დირექტორის სტუდიაში არ მოგვიყვანე? ხო, მაგრამ სამაგირო ძალიან დიდი სიუჟეტი არის ამ დირექტორზე და მინდა გითხრათ, რომ ამ სკოლას აქვს სხვა მნიშვნელობა და სხვა დანიშნულებაც. მანამდე სანამ გეტყვით ზოგად ინფორმაციას, კიდევ მინდა რომ ეს სექტორი სომხურენოვანი, რომელიც შეუერთდა, წარსულში ასევე სკოლას წარმოადგენდა. და ეს სკოლა გახდა სექტორი იქიდან გამომდინარე, რომ მოსწავლეების უმცირესობა იყო სამწუხაროდ. არიან მშობლები განსაკუთრებით ეთნიკურ ჯგუფებში და არ შევუშინდები ამ ფრაზას, რომ თქვა, რომლებიც სამწუხაროდ რუსულენოვან სკოლას ანიჭებენ ხოლმე უპირატესობას. და მე შემთხვევით არ დავიწყე მშობლიურ ენაზე საუბრით, როდესაც ქვეყანაში გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენი ბავშვები და მომავალი თაობა ქართულ სკოლაში თუ არა, მშობლიურ სკოლაში მივიყვანოთ, გონია რომ ეს შესაძლებლობა პირიქით უნდა გამოვიყენოთ, შემდეგ რომ მომავალში არ გქონდეს სათქმელი, რომ რომელიმე სკოლა სამწუხაროდ დაიხურა. იმიტომ რომ არც ერთი სკოლა არ დაიხურა. რა საინტერესო განათლებას უკვე მოგვიანებით ადაგრძელებ, როდესაც ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველა ქართულ უნივერსიტეტებში აგრძელებს სწავლას. შესაბამისად, უმჯობესია, რა თქმა უნდა, თუ გვაქვს ასეთი მულტილინგური გარემო და შესაძლებლობა, სადაც ქართულს და სომხურს ან ქართულს და აზერბაიჯანულს თანაბრად დაეუფლებიან, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რომელსაც ეს ქვეყანა ძალიან კარგად და ხარისხიანად გვაძლევს. ყოველ შემთხვევაში, ჩემ მაგალითზე მე შემიძლია ის თქვა, სრულად სომხურენოვანი სკოლა დავამთავრე და ქართული კომპონენტი იმდენად ძლიერი იყო, შემდეგ უკვე ქართულად განვაგრძე სწავლა, მაგრამ ამ სკოლაში ის არის მნიშვნელოვანი, რომ პირველივე კლასიდან ბავშვები იზრდებიან გარემოში, სადაც გვერდიგვერდ ოთახებში ისმის სომხური და ქართული საუბარი, სომხური და ქართული მუსიკა, ისტორია და ერთი არაჩვეულებრივი პროექტი აქვს, რომლის ფარგლებშიც კედლებზე არის გაცოცხლებული ისტორია საქართველოსი და ძველი თბილისი, რომელიც ასევე ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ცალკე მაგალითია. იმიტომ შევაჩერეთ დღეს არჩევანი ამ სკოლასა პირველ რიგში, რომ გამარჯვებულია და რაღაც
მიმდინარე ამბავია აუცილებლად და შემდეგი არის ის, რომ აი ამ მულტილინგვურ, მულტიკულტურულ გარემოში იზრდებიან ბავშვები, რომლებიც მომავალში, როგორც ქართველები, ისევე სომხები, ასახელებენ საქართველოს, იმიტომ რომ კიდევ რამდენიმე თვის წინ ეროვნების სომეხმა ახალგაზრდამ პირველი ადგილი მიიღო საქართველოში ერთ-ერთ სპორტში, გაიმარჯვა და გახდა ჩემპიონი. შესაბამისად, ისიც ამ სკოლის მოსწავლე არის და ეს არის მნიშვნელოვანი. ფაქტობრივად იზრდება თაობა, რომელიც მიუხედავად იმისა, თუ გვარი როგორ მთავრდება, ამ ქვეყნისთვის იმარჯვებს. აი ეს არის მნიშვნელოვანი. იბრძვის და იმარჯვებს და შემდეგში თუ აი სასკოლო ოლიმპიადაში დასავლეთის თამაშებში, დასავლეთის აღმოსავლეთის თამაშებში თუ გაიმარჯვებენ, მე ბრაზილიაში მიდიან მსოფლიო ჩემპიონატზე და მე წინა წლებში სხვათა შორის იყვნენ. გაიმარჯვეს და მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა. მოკლედ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სკოლა თავისი დატვირთვით და იმიტომ რომ ის ფაქტი, რომ ეს სკოლა არის ასეთი ძლიერი, რა თქმა უნდა, როგორც წესი, დირექტორს აქვს ძალიან დიდი გავლენა და დამსახურება. ლომის წილი. მე როგორც წესი ასეთ შემთხვევებში უფრო მასწავლებლებს მინდა ხოლმე რომ წინა პლანზე წამოვწიო ან თვითონ მოსწავლეები, იმიტომ რომ ამ სკოლაში არის ერთი ქართველი მოსწავლე, რომელიც სომხურენოვან სექტორზე დადის. სამწუხაროდ იმ დღეს არ იყო ის სკოლაში, მაგრამ ცალკე ამ ახალგაზრდაზე აუცილებლად უნდა გაკეთდეს სიუჟეტი, გავიგოთ, როგორ მიდის მისი სწავლება აი ამ სომხურ სექტორზე. მაგრამ მე მინდა დღეს გაგაცნოთ ბატონი არჩილ ჩხაიძე მისი ისტორია, იმიტომ რომ ეს სკოლა რომ დღეს ასეთი წარმატებულია, დიდწილად არის მისი დამსახურება და რა თქმა უნდა მთლიანი კოლექტივის და მასწავლებლების. ვნახოთ სიუჟეტი, არჩილის ისტორია და შემდეგ პატარა შეჯამებით დაგიბრუნდებით. არჩილ ჩხაიძე, ქალაქ თბილისის 113 საჯარო სკოლის დირექტორი. მიხარია რომ ვაკეთებ შენთვის საყვარელ და ძვირფას საქმეს. შეიძლება გაჩნდეს კითხვა და ვიღაცა მიფიქროს, რომ მთელი ჩემი ახალგაზრდობის წლები, სტუდენტობის წლები ოცნებობდი, რომ მასწავლებელი ყოფილიყავი, მაგრამ ეს ნამდვილად ასე არ არის. როდესაც დავამთავრე უმაღლესი სასწავლებელი, გამომიძახეს სამხედრო სამსახურში უნდა მემსახურა, მაგრამ გამოსავალი მან ორი რამ იყო. ერთი ის, რომ ან უნდა ყოფილიყავი დაოჯახებული და ბავშვი უნდა ყოლო და ან კიდე უნდა გემსახურა სოფლის სკოლაში. როდესაც ჟურნალი დავიკავე ხელში და შევედი გაკვეთილის ჩასატარებლად და ბავშვმა რომ მასწავლებელო მითხრა, სულ სხვა ადამიანად ვიქეცი, აბსოლუტურად შეიცვალა ჩემი ცხოვრების წესი მომენტალურად და დღეს შემიძლია ხმამაღლა თქვა, რომ მადლობა უფალს, რომ ვაგეთებ იმ საქმეს, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს. გავიდე წლები, უკვე 45 წელი მიდის და სკოლის დირექტორის რანგში ვარ და ხელმძღვანელობ სკოლას და ვიდრე არ ვიფიქრებ იმას, რომ ჩემს საქმეს ვერ ვაკეთებ ისე ხარისხიანად, როგორიც მინდა მე, ეგ იქნება სწორედ ის მომენტი, როდესაც ქუდს დავიხურავ და გამოვიხურავ კაბინეტის კარებს. დირექტორის პროფესია ნამდვილად არ არის მარტივი, საკმაოდ დიდ შრომასა და ენერგიას მოიცავს და ყველაზე მთავარი და უმთავრესი რაც არის, მას უნდა გეყვარდეს შენი საქმე რა. მთავარი მიზანი ის, რომ ემსახურები ბავშვებს, ან მომავალი თაობის სწავლისა და აღზრდის საქმეს, აი ამ მიზნისკენ სწრაფვა არის ის, რაც შეუძლებელსაც კი შეგაძლევინებს ადამიანს. სკოლის მართვა მიმაჩნია დღეს არის ის, რომ მართავ ქვეყანას 15-20 წლის შემდეგ სწორედ იმ მოსწავლეების მეშვეობით, ვინც დღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეები არიან და 55 ბავშვი ამთავრებს სკოლას წელს. და არანაირად არ მინდა, რომ 55 სტუდენტი გახდეს. მე მინდა, რომ 55-ვე ღირსეული მოქალაქე იყოს და კარპიროვნებად ჩამოყალიბდეს. აი დანიის თუ ფინეთის ეროვნულ მიზანში დევს ეგეთი რამე, რომ აღზარდოთ ღირსეული ამომრჩეველი.
2014 წლიდან ვარ 103 საჯარო სკოლის დირექტორი. სკოლა არის ორსექტორიანი, ქართული და სომხური სექტორი არის. აი რასაც მინდა ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა იმისა, რომ ეთნიკურ ნიადაგზე ბავშვებს შორის კონფლიქტი ყოფილიყო. ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას, რა თქმა უნდა, ეროვნებას, ყველა ოჯახის წევრია, თითოეული მოსწავლე განუჩერებლად ეროვნებისა არის 103 საჯარო სკოლის მოსწავლე და თანაბარი მიდგომა გვაქვს აბსოლუტურად ყველას მიმართ. სომხურ სექტორზე ქართული ეროვნების მოსწავლე სწავლობს. ქართულ სექტორზე უამრავი სომეხი ბავშვიც არის და ეს ჩვეულებრივი ამბავი არის, დღეს სუვერენული სახელმწიფოა და სახელმწიფო ენისენა უპირველესი და უმთავრესია, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პირიქით ხელს უწყობთ ხოლმე, რომ მშობლიური ენა არ დაივიწყოს, საკმაოდ მაღალ დონეზე მიდის სომხური ენის სწავლება. ჩვენ სომეხი ეროვნების მოსწავლეებს აქვს შესაძლებლობა, რომ სომხური ტრადიციების, ხელოვნების, კერძოდ ცეკვას ეზიარონ, ამის სფეროება სკოლაში შექმნილი არის, ეს უმთავრესი არის. შეიძლება ბავშვი რაღაც ნიჭი არის, უნარი არის და სკოლამ უპირველესად უნდა შეძლოს, რომ აი ამ უნარის განვითარებას შეუწყოს ხელი და რაც დავისახი მიზნად ის იყო, რომ სკოლაში შემექმნა შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, რომ სხვადასხვა წრეებში და სექციებში დასაქმებულიყვნენ ისინი. ამაღლა და ამაყაც მინდა ვთქვა, 2020 წელს ჩვენი სკოლის მოსწავლეები, ფრენბურთელი გოგონები გახდნენ საქართველოს ჩემპიონები და მოვიპოვეთ საერთო მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადაზე ბრაზილიაში უნდა გამგზავრებულიყავით. ეხლა მუშაობა მიდის პროექტზე, შენ წიგნები შეიყვარე გულით და ისინი გასავლიან ფრენას. ხუტარ ბერლავას ალექსიდან არის ეს ფრაზა ამოღებული და აქაც ეს ბავშვების მეშვეობით ხდება და მთავარი რაც არის, ეხლა კიდე მანდრობს ვთილობთ, რომ მეორადი მასალები იქნას გამოყენებული. ამ მეორადს მიცემული აქვს ესე რომ თქვა სასაქონლო სახე, რომელიც გამოყენებული იქნა კედლებზე პანოების მოწყობისას. ამ პანოების მუშაობისას როცა ვაკვირდები ხოლმე, რომ აი საოცარ დაუკიდებულებას ხედავ ბავშვების მხრიდან. განა ის რომ ვიღაცამ დაავალა და აკეთებენ, არამედ ის რომ აი თითქოს რისი სურვილიც იყო, უნდა ეკეთებინათ, მათ თითქოს იმას აკეთებენ ზუსტად და ძალიან მნიშვნელოვანია და სხვათა შორის ყოჩაღი პედაგოგი ყავს მაგალითად კალბატონი ლიაცანავა. კედლები დაფლილი მაქვს და მე ვთქვი ყველა კედელი აბსოლუტურად უნდა მოიხატოს მეთქი. ბუნებრივი ადამიანი ფიქრობს, რომ შენი ყოფილი მოსწავლეები აბა როგორ არიან. მიხარია, არ ვიცი, ჩემი წვლილი რამდენი არის მათში, მაგრამ ჩვენ სკოლაში ორი ბავშვი არის ისეთი, რომელიც ჩემი ყოფილი მოსწავლის შვილიშვილია. ყველაზე მეტად აი მართლაც ეს პროფესია რატო არის საინტერესო და რატო იცის შეყვარება, რომ მოლოდინი გაქვს იმისი, რომ აი შენი მოსწავლეებს სადღაც კარგად დაინახავ.
ამას დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს. ეს არის ის, რაც გაფიქრებინებს იმას, რომ მართლაც ღირს ცხოვრება და მართლაც სწორი პროფესია გაქვს არჩეული და სწორად გაქვს შერჩეული შენი ადგილი ცხოვრებაში. მართლაც გულწრფელად ვამბობ, ყოველ დილით ხატის წინაშე დგები და უფელს ვევედრები, რომ მომეცი შესაძლებლობა და უნარი იმისა, რომ ღირსეულად ვაკეთო ის საქმე, რაც მევალება. შეცდომა ორ ადამიანს არ ეპატიება ყველაზე მეტად, რომელიც აუცილებლად ტრაგიკულად დასრულდება. ერთი ეს არის ექიმი და მეორე ეს არის აღზრდა და სკოლა. ვიდრე ძალა და ენერგია გამოჩნია, დიდი სურვილი მაქვს, რომ ვემსახურო სკოლას, ახალგაზრდებს, მომავალ თაობას, იმიტომ რომ მიმაჩნია ეს არის ქვეყნის სამსახური. მოკლედ ასე ხდება ორ შორის კულტურათა გაცვლა, სომხები უფლებიან ქართულ და ცეკვას და სიმღერას და პირიქით ქართველები სომხურს. იმედი მაქვს, რომ ბატონი არჩილი კიდევ დიდხანს განაგრძობს მოღვაწეობას და აი ამ მოღვაწეობის პროცესში შეინარჩუნებს აი ამ კონცეფციას სწავლებისა, სომხურ-ქართულს გულისხმობ ამ შემთხვევაში, მეტყვი რომ ქართული სკოლა ბევრია, მაგრამ სომხურ-ქართული ეს ერთი არის და ეს ამით არის გამორჩეული და ეს კონცეფციაც ამით არის მნიშვნელოვანი და მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, რა თქმა უნდა იმ მშობლებზე, ვინც ხვდებიან, რას ნიშნავს მშობლიურ ენაზე სწავლა-განათლების მიღება და ის ფაქტი, რომ ქვეყანა ამის შესაძლებლობას გაძლევს და აუცილებლად უნდა გამოიყენო. ყველა გმირს ნიღაბი არ უკეთია, რომ ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია ეს ფრაზა და მე იმედი მაქვს, რომ კიდევ ძალიან ბევრ ასეთ გმირს გაგაცნობთ, რომლებიც საზოგადოებისთვის, ჩვენთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის და მოქალაქეებისთვის აკეთებენ ძალიან კარგ და მნიშვნელოვან საქმეს. ასე რომ ზუსტად ერთი კვირით დაგემშვიდობებით. ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით. გრძელდება სარეკლამო ჭრა და სულ მალე კიდევ ერთი საინტერესო თემითა და სტუმრით დაგიბრუნდებით, ასე რომ დაგველოდით.